რატომ დაიშალა აგვისტოს ომის დროს ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული საარტილერიო დივიზიონი ბაჩო-ახალაიას გადაწყვეტილებით სამხედროები დღეს უკვე პოლიტიკურ მოტივებზე საუბრობენ. დივიზიონის დასვლამდე კი 2008 წლის ომის შემდეგ მისი მეთაური დააპატიმრეს, საქმეს გრიფი საიდუმლო დაედო. რა იყო თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური განმარტება, მაშინ და დაიწყება თუ არა ხელახალი მოკვლევა. თავდაცვის უწყებაში ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებენ. თქმა უნდა, ეს ერთპიროვნულად პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო. პოლიტიკურ გადაწყვეტილებას რეზო სახვაძის თავისუფლება და სამხედრო თანამდებობა შეეწირა. 2008 წელს ომგამოვლილი ჯარისკაცი ომის დასრულებიდან ზუსტად 4 თვეში დააკავეს. ბრალი თაღლითობა განაჩენი კი 15 წლით თავისუფლების აღკვეთა. სახმელეთო ჯარების საჰაერო თავდაცვის ყოფილი უფროსი ამბობს, რომ მისი დაკავება დიდი გეგმის დასაწყისი იყო, რის შემდეგაც ჯერი სახვაძის სამხედრო ქვედანაყოფზე მიდგა. შედეგად დივიზიონი დაიშალა. ჩემი დაჭერა, რა თქმა უნდა, კავშირში არის დივიზიონის დაშლასთან. ჩემი დაჭერის შემდეგ მოახერხეს ის, რომ დაშალეს დივიზიონი. მე ფაქტიურად ამის საბაბს არ მივცემდი და საფუძველს დივიზიონის დაშლისას. როგორც თვითონ ამბობს, პოლიტიკური გადაწყვეტილების პირველი სამიზნე თავად აღმოჩნდა. მეორე სამიზნე კი სახელმწიფოში ერთადერთი საზენიტო საარტილერიო დივიზიონი, რომელიც უკვე რამდენიმე წელია აღარ არსებობს. სახვაძე ქრონიკასთან დანაყოფის გაუქმების ვერსიებზე საუბრობს. აგვისტოს ომის შემდეგ პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებისას ვიღაცა უნდა გაწერულიყო ან შეწერულიყო და ესეთი რაღაცები მოხდა მან. ქვედანაყოფი ბაჩო-ახალაიას მინისტრობიდან ზუსტად 6 თვეში დაიხურა. მაშინ დაშლის ოფიციალურ მიზეზად ნაწილში არსებული ვითარება დასახელდა. თუმცა დღეს ქვედანაყოფის დახურვისა და დივიზიონის მეთაურის დაკავების საქმეში ახალი გარემოებები და კონკრეტული პირები იკვეთებიან. თავდაცვის მინისტრი ბაჩო-ახალაია იყო 6 თვის დანიშნული, აი ომის შემდეგ, როდესაც ჩვენ ნაწილს შეეხო. ჩვენ ნაწილის დაშლა ადრე უნდა და სულ ცდილობდა დიდ პეოს რო ეძახიან ახლა საჰაერო თავდაცვის აი სამართლებრივი პოლკოვნიკი ურიდია არის მათი მეთაური, სულ მაგათ უნდა და ჩვენ ნაწილის დაშლა. იმისაც უნდა ჩვენ ნაწილის დაშლა, რომ ეს ნაწილი იყოს რაღაცა ერთიანად შეკრული და თავის დავალებას ასრულებდა კარგად. და ამ ნაწილთან ერთად მათი მუშაობა არ ჩანდა. აი პირდაპირ მინდა ეს რო თქვა, გამიგე, ეს თავის დავალებას ასრულებდა კარგად. ამისათვის იშუამდგომა ბატონმა ურიდიამ მერაბ ურიდია დღეს საჰაერო თავდაცვის სფეროს კურირებს. ქრონიკა ურიდიასა და თავდაცვის სამინისტროსთან სატელევიზიო კომენტარის მოპოვებას უკვე 2 დღეა ცდილობს, თუმცა უწყებაში ბრალდებებთან და დივიზიონის დაშლასთან დაკავშირებით ოფიციალურ განცხადებას არ აკეთებენ. ამიტომ ამ დრომდე უცნობი რჩება პასუხი კითხვაზე, თუ რატომ დაიშალა ბაჩო-ახალაიას ბრძანებით ერთადერთი საზენიტო საარტილერიო დივიზიონი. დღეს თავდაცვის სამინისტრო ქვედანაყოფის დაშლის მიზეზებზე არ საუბრობს, თუმცა როგორც პოლკოვნიკი ვაჟა ჩხობაძე განმარტავს, დივიზიონი მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში უქმდება. მაგალითად, იმ შემთხვევაში, თუ დანაყოფი ცოცხალი შემადგენლობის 70%-ს ან საბრძოლო იარაღს დაკარგავს. მიზეზი უცნობია, პირადად ჩემთვის უცნობია, გაურკვეველი არის სამხედრო, ну რაღაც ზოგადი ფრაზით შემოიფარგლებიან, რომ სამხედრო ნაწილში უდისციპლინობა იყო. რაღაც ჩეულროსულ გამოთქმას ხმარობენ ხოლმე ბარდაკი და ასე შემდეგ. ციხეში მოხვედრამდე რეზო სახვაძემ და დივიზიონის წევრებმა ქართულ თავდაცვაში ნოვაციების დანერგვა მოასწრეს. საზენიტო იარაღის კვადროციკლზე დამაგრების იდეა, რომელიც ახლა რიგ ქვეყნებში აპრობირებულ მეთოდად ითვლება, პირველად სწორედ სახვაძემ გამოიგონა. როგორც 21-240 ნაწილის სამხედროები ყვებიან, ყველაზე დიდ წარმატებას აგვისტოს ომში სწორედ ამ ქვედანაყოფმა მიაღწია და მტრის 11 სუ 25 ჩამოაგდო. საბრძოლო დაპირისპირების დასრულების შემდეგ ჯილდოდ დივიზიონმა გაუქმება, მისმა ხელმძღვანელმა კი 4 წლიანი პატიმრობა მიიღო.